დიდი ღომში ალფა სახლის კომპლექსში იყიდება სამსაძინებლიანი ბინა, გარემონტებული ავეჯით და ტექნიკით. ამ ბინის ფართი არის 82 კვადრატული მეტრი. უფრო ზუსტებით ვიქნებით 82 ნახევარი და აქვს 3 საძინებელი. ახლა ვართ მისაღებში, როგორც ხვდებით, ეს არის სანმაგარი კუთხე, განსაკუთრებით აღნიშნავ ამ კედელს, სადაც ასეთი ხის ფაქტურის პანელები გვაქვს, კომფორტული დივანი თავისი სავარძელით, ტორშერი, ეს არის სასადილო მაგი და თავისი სკამებით, აქ გვაქვს ჩაშენებული მაცივარი, ზევიდან და გვერდიდან ასეთი ნიშური სათავსოები, ღუმელი, აქაც სათავსოებია, როგორც ხედავთ, ეს მთლიანად სამზარეულო კუთხე, რომელიც ასევე საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება, განათება გვაქვს მთლიანად ზოლში. ეს პირველი საძინებელი ოთახია, რომელიც შეაძლოა კაბინეტად გააკეთოთ. თქვენზე არის, თქვენ ფანტაზიაზეა, როგორც თავად მოგესურვებათ. აქ არის კარადისთვის განკუთვნილი ადგილი. რეტრო სტილში გვაქვს საწოლი თავისი ტუმბოებით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მეტალის ტუმბო, რომელსაც აქვს ასეთი შუშის ზედაპირი. გაჩვენებთ დანარჩენ საძინებელ ოთახებსაც. აქაც აივანი გვაქვს. მთელი ბინის სიგრძეზე არის ერთი მთლიანი აივანი. მეორე საძინებელი შედარებით მოზრდილი, იგივე საწოლებით, ტუმბოებით და ასევე გვაქვს გასასვლელი აივანზე. აქაც კარადისთვის განკუთვნილი ადგილი. ეს არის მესამე საძინებელი ოთახი, რომელიც შედარებით პატარაა, თუმცა გვაქვს ასეთი დიდი ნიშური სათავსო, აქ ჩააშენებთ კარადას, რაც საბოლოოდ ლამაზად გამოჩნდება. შედარებით პატარა საწოლი გვაქვს აქ და აივანზე გავდივართ ამ ოთახიდანაც. ეს არის სველი წერტილი, იდეალურად არის ბალანსირებული ფერებში, იმიტომ რომ ცოტათი უფრო მუქი და ძალიან რთული იქნებოდა ამ სველი წერტილის ლამაზად გაკეთება, თუმცა ამ შემთხვევაში ფერები იდეალურადაა შერჩეული, გვაქვს ძალიან დიდი საბანაო სივრცე, ასეთი შუშის ტიხარი, სარკე თავისი განათებებითა და სათავსოებით, მოკლედ ყველაფერი უზრუნველყოფილია სველ წერტილშიც. მოდით გავიდეთ აივანზე, უფრო გასაგები რო იყოს გავალ აივანზე ამ საძინებლიდან. შეხედეთ, ასეთი დიდი აივანი გვაქვს, 13 კვადრატია ამ აივნის ფართი, ხელს სიგრძეზე არის აივანი და ეს არის საძინებელი, მისაღები, მეორე საძინებელი, მოკლედ ყველა ოთახიდან გავდივართ აივანზე რა. გვაქვს ასეთი ხედი კომპლექსის შიდა ეზოზე, იქ კეთდება სკვერი, აქ უკვე გაკეთებულია სტადიონი, ეზო უკვე მოპირკეთებულია, გვერდით კეთდება ძალიან დიდი პარკი, ამიტომ ადგილი საკმაოდ კარგია. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით მოცემულ ნომერზე და არ დაგავიწყდეთ გვერდის გამოწერა.